გამარჯობათ, როგორ ახართ, ჩემო პრინცესულებო, ვიმედოვნებ, რომ ყველა ხართ ძალიან კარგად და შესანიშნავ ხასიათზე. ერთი ვიდეოს გადასაღებად ვიყავი და წამოსვლისას მოუწია მეორე ვიდეოს გადაღების აზრი მომივიდა თავში და ეს იქნება ვიდეო რა ღირს იაპონიაში, რომ წახვიდე სუპერმარკეტში და იყიდო რაღაცეები, რაც გჭირდება, რაც გინდა, რაც გაინტერესებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ვიყავით სახლიდან მოშორებით არის ეს მაღაზია, გზად გამოვიარეთ უბრალოდ, ამ მაღაზიას ქვია Trial, ასე ქვია. და ამ ყველაფერში გადავიხადე 165 ლარი. მე როგორც მახსოვს საქართველოში რომ მივყვებოდი ხოლმე ჩემებს, ან რო ჩამოვდიოდი და რო ჩამოვდიოდი ხოლმე და ჩემებს რომ მივყვები ხოლმე მაღაზიაში, მახსოვს რომ აი 200 ლარი ყველაზე ცოტა გინდა იმისთვის რომ რაღაცა იყიდო. ანუ რაღაცა მოკლეს და ჩვენ შემთხვევაში ეხა განახებთ რები ვიყიდეთ 165 ლარად, ზუსტად 165 ლარად. დავიწყეთ. სალათი, ასეთ შეკვრაშია ეს სალათი. შემდეგ არის უშველებელი პიცა, რომელსაც აწერია, რომ დღეს შუადღის 2 საათზე შებრაწეს და ეს არის mix პიცა. აი ესეთია, მე მგონი ძალიან დიდია, ხო? ჩვეულებრივი და ღირდა დაახლოებით $3. შემდგომ ბეკონი, ესეთი ბეკონი. ზოგადად არ მიყვარს ხოლმე არც ბეკონები, ბავშვობაში ვგიჟდებოდი, ბეკონზეც ვგიჟდებოდი და ყველაფერზე ვგიჟდებოდი. აბსოლუტურად აი ესეთ რაღაცზე მიყვარდა ძალიან ზეიკიძის სოსისი. სოსისი რაღა იყო და არ ვიცი ქართულად რა ქვია, კალბას, ძეხვი. ეს ძალიან მიყვარდა და ნუ ძალიან ბევრი მრავალი წელი არ მიჭამია, მაგრამ აი ამას მივაგენი და ეს არის ძალიან გემრიელი და ზოგჯერ ვჭამ ხოლმე. თელი შეკვრა კვერცხი. არ ვიცი, ზოგს ყვითელი კვერცხი უყვარს, აქვს ზოგს თეთრი კვერცხი უყვარს, შემთთვის მნიშვნელობა არ აქვს, თავარია იყოს გემრიელი. შემდეგ ვიყიდეთ 2 ესეთი დაფასოვებული რძე. 2 ესეთი შეკვრა პური და სხვათა შორის იაპონიაში ამას ქვია შოკუფან და ჩვეულებრივია ჩვენთან რო იყიდება პურები, ესეთი პურები არ იყიდება ხოლმე სამწუხაროდ, ნუ კი იყიდება, უნდა წახვიდე პურის საცხობ მაღაზიაში. ოღონდ არა ისეთი როგორც ჩვენთან არის ხოლმე და ნუ ასეთი პურები და ამას ზოგჯერ ხუხავ ხოლმე, ზოგჯერ სენდვიჩს ვიკეთებ და ასე შემდეგ. ეს 2 ცალი. ეს არის უდონი, ჩემს პრეფექტურაში არის მეთქი სუპი, თქო რო გითხარით, იმის სუპია, ესეთი. შემდეგ ეს არის რაკიო, ამაზე ვგიჟდები, ეს არის პიკული, ხახვის და ნივრის მეგობარი, არ ვიცი ზუსტად რა არის, მე მგონი ხახვია, მწვანე ხახვის, აი თავებია ესე, პიკულად არის გაკეთებული და ძალიან მიყვარს ხოლმე ეს გასაკეთებელ რაღაცებზე, ეს არის უკვე გემოები, ერთმანეთში შერეული, რომ უნდა მოაყარო მარტო იმას ხორცს და ბოსტნეულს მოაყრი მარტო და ექნება თავისი გემო, ესეთ 3 ცალი სამნაირი. ეგ არის ეს სუპის სუმირე ქვია ეს არის hot pot იაპონიაში ესეთ hot pots დიდ რა ქვაფს ესე დებენ ხოლმე ასხავენ ამ სუპს ყრიან შიგნით ხორცს ყველაფერს აბსოლუტურად რაც უნდათ და არის ძალიან გემრიელი არის უბრალოდ სუპის შიგნით სუპი ასხია შემდეგ ეს შუ პატარა შუები ჰქონდა ფასდაკლება პატარა შუები ტრუფელის შოკოლადი მე დიდად შოკოლადის მოყვარული არ ვარ, მაგრამ მაინც ეს იაპონური ტიპიური სნექი. შემდეგ ეს შოკოლადის, რომელიც ცოტა გახსნილია და შევჭამე უკვე. შოკოლადის ეს რაღაცები მგონი ჩვენთანაც იყიდება, ესენი. 2 ლიტრიანი თუ ლიტრანახევრიანი არ ვიცი, რამდენიანი. ლიტრანახევრიანი სპრაიტი. მე გაზიანს არ ვსვავ, არ მიყვარს. ვინც იყიდა ისწავლებს. შემდეგ ეს არის ახალი. დიდად იმას რა ქვია, ალკოჰოლზე გაგიჟებული არ ვარ, მაგრამ ეს არის ახალი იაპონური ალკოჰოლი, რომელსაც გახსნდა ლიმონი აქვს შიგნით და ვისკი, სოდა და ლიმონი არის ერთმანეთში და ახალია. ამ თვეს გამოვიდა და მეთქი გავსინჭავ თქო და ესეც 2 ცალი ვიყიდეთ. შემდეგ ეს არის ნორი. აი ეს არის seaweed. აი ონიგირს რო აქვს გარედან შემოხვეული ეს, ამას აქვს თავისი გემოთია და ძალიან მომწონს ხოლმე, სნაკად ვჭამ ხოლმე და ძალიან გემრიელია ეს. შემდეგ გადავიდეთ უკვე მზა საჭმელებზე. ეს
ხორციანი ბლინები. ვგიჟდები ამაზე და მიყვარს დედა რომ იკეთებს ხოლმე, იმაზე ვგიჟდები, მაგრამ სამწუხაროდ მე არც დრო, არც ნერვი არ მაქვს იმის, რომ დავდგე და ესენი ვაკეთო. იმის მიხედვით, რომ სახლში გაკეთებული ძალიან მიყვარს ეს. შემდეგ გვაქვს ეს არის ამას რა ქვია ნეტარა საინტერესოა. ჰარსა მექვია მე მგონი. ესეთი რაღაცა სალათი არის და არის ძალიან გემრიელი. ეს არის რაღაცნაირად თითქოს ძმრით არის გაკეთებული და არის ძალიან გემრიელი. სხვადასხვა რაღაცებია, ბეკონია, კიდევ არის რეებია. ანუ მოკლედ ბევრი რაღაცებია შიგნით და არის ძალიან გემრიელი. შემდეგ ეს, რომელიც მიყვარს ძალიან, ეს არის ქათმის ღვიძლი. აი ესე, უკვე კარგად ლამაზად გაკეთებული ქათმის ღვიძლი, რომელსაც შევახრამონებ და შევჭამ, იმიტომ რომ ძალიან მშია. შემდეგ ეს არის კამაბოკო. მე მგონი ანიმეში და ბევრ რაღაცაში ვინც უყურებს ანიმეს, გინახავთ, როგორ არის დაჭრილი და რამენზე ადევს ხოლმე. აი ეს ერთი ცალი. შემდეგ არის ეს არის თევზი, ამას ქვია კაცუონო თათაკი. აი ესეთი თევზია. მარილიანია, ოდნავ გარედან არის შემწვარი, აი აქ რო შეხედოთ შუაში, აი ეს შავი ხაზი ხო აქვს. ეს არის ხორცი, ანუ ნახევრად უმია და ნახევრად გარედან შემწვარი და დამუშავებულია. შემდეგ გადავიდეთ მაისურზე, 2 ცალი ჩვეულებრივი თეთრი მაისური, რომელიც ღირდა სულ $2 თუ რაღაცა. ეს თელი შეკვრა ნაყინი, რამდენ კილოანი არა საინტერესოა. 2 კილოანი ნაყინი, რომელიც ღირდა დაახლოებით $3 მე მგონი, ეს. და ხო, და ბოლოს ბანანზე ვგიჟდები. აი ამხელა ბანანი და მითხარით რა შეიძლება ღირდეს აი ეს ბანანი თქვენი წარმოდგენით, რა ფასია აი ამ ბანანისთვის რა ქვია ამას შესაბამისი, აი ამხელა ბანანია, მთელი კუნძულა ბანანი. გინდათ გითხრათ ფასი რა ღირდა? ბანანზე ვგიჟდები რა, და ხშირად იაპონიაში იყიდება ხოლმე მხოლოდ 5 ცალიანი შეკვრა და მთელი დაფასოვება ერთიანად იყიდება ხოლმე, მაგრამ სად არის ბანანი? აი ახლა წერია ბანანი, ხო აი აქ წერია ფასი, ვიპოვე და თქვენი აზრით რა შეიძლება ღირდეს ეს ბანანი? ან საქართველოში რა შეიძლება რა ღირს ეს ბანანი? ნუ არ ვიცი, დამიწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ ეს ბანანი ღირდა $4. არ? ანუ ალბათ სადღაც 10-11 ლარი? ანუ ეს მთლიანი ბანანი ხალხო, აი ეს და იცით რა გემრიელია, ძალიან გემრიელია. საქართველოში ბანანზე ვგიჟდები და საქართველოში დედა რომ ყიდულობს ხოლმე ბანანს, აქვს რაღაცნაირი გემო, არ ვიცი, რაღაცნაირი გემო აქვს ხოლმე და აი ეს არის ის ბანანი, როგორი ბანანიც უნდა იყოს ნამდვილად. მოკლედ აი ეს ყველაფერი, და კიდე სენდვიჩი ვჭამე მანქანაში, იმიტომ რომ ძალიან მშიო და ჩემი სენდვიჩი დაუმატეთ ამას. აი ეს ყველაფერი ღირდა $165. არის ძვირი თუ არ არის ძვირი, თქვენ განსაზღვრეთ, მაგრამ მე მგონია, რომ იაპონიაში ჩაცმაც და იაპონიაში საჭმლის ჭამაც, გარეთ ჭამასაც გულისხმობ და მით უმეტეს სუპერმარკეტში ყიდვა არის ძალიან იაფი. ერთადერთი რაზეც მიდის ხოლმე ძალიან ხშირად თანხა, ეს არის გადასახადები, ქირის ფული, მანქანის დაზღვევის ფული და ასე შემდეგ. რაშიც იხარჯება გადასახადები, თორე ისე რომ აი ესე წახვიდე რაღაცები იყიდო სუპერმარკეტში, ნამდვილად არ ღირს ძვირი. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიდეოც მოგეწონათ, ველოდებით თქვენს კომენტარებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ბოლომდე უყურეთ, უკვე არის ღამის 11 საათი. ჩამომეძნე, იმიტომ რომ დღეს ვიყავი მთელი დღე მზეში. და ნუ რა ვიცი, ესე მორჩა მოკლედ ეს ვიდეო. მადლობა, რომ ბოლომდე უყურეთ. შემდეგ ვიდეომდე ნახვამდის.